არც ის შეცვლილა, რომ რაღაცა პარტნიორობა აღდგა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. არა, პარტნიორობა შეჩერებულია, ხო? ანუ ამ მოცემულობაში და იმ პროპაგანდის ფონზე, ხო, რასაც აი 20 იანვრიდან პრინციპში 20 იანვრამდეც, ხო, ქართული ოცნება რასაც აკეთებდა, ხო, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი დაალაგდება და ეხლა ტრამპთან ვალაგებ, ტრამპით დავალაგებ და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი თავიდანვე საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს გამოიყენებოდა მხოლოდ პროპაგანდისტული გზავნილები იყო და ამ გზავნილების უკან სინამდვილეში არაფერი რეალური არ იდგა. მეტიც ეხლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ლობისტური ჯგუფის საშუალებით ქართული ოცნება ჯერ წინა ადმინისტრაციასთან, ხოლო შემდეგ უკვე პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვასთან ცდილობდა, რომ რაღაცა კავშირზე გასულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ძალიან კარგად იციან ტრამპის ადმინისტრაციაში, ვისთან აქვს საქმე ივანიშვილის სახით და ქართული ოცნების სახით. ზუსტად აი ამ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული ელჩი მოდის ასეთი გზავნილით, მე ასე მარტივად რომ ვთქვა, ეს არის ძალიან კარგი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც იბრძვიან საქართველოს მომავლისთვის, ვინც მართლა იბრძვის საქართველოს უსაფრთხოებისთვის და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ვინც მართლა იბრძვის ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის და მომავლისთვის და ეს არის ცუდი გზავნილი ქართული ოცნებისთვის. მე მგონია, რომ აი ახლა ამ მომენტში, როცა ჩვენ საუბრობთ, ქართულ ოცნებაში არის ერთგვარი პანიკა და ეხლა ფიქრობენ, როგორ შეფუთონ დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება. როგორც არ უნდა შეფუთონ, თავი პროპაგანდის საშუალებებით ელჩმა ძალიან კონკრეტული გზავნილი დატოვა და საჯაროდაც გამოაცხადა, რომ ველოდებით, რომ სერიოზულად მოეპყრობით ჩვენს მოლოდინებს, ხო? ანუ ეს ხო არ იქნებოდა რომ მარტო ველოდებით. ველოდებით ნიშნავს, რომ კიდე გაქვთ რაღაცა შანსი. კონკრეტული რაღაცები ითქმებოდა. ძალიან კონკრეტული, რომელიც მანამდე ჩამოთვლილია, დასახელებულია, ნათქვამია და ასე შემდეგ. მათ შორის ნათქვამი არის იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც არის ეს უნდა გააკეთონ. მათ შორის არის ნათქვამი უახლოესი დღეების განმავლობაში, კვირების საელჩოს განცხადებებში. საელჩო არაკეთებს განცხადებას ცენტრთან შეუთანხმებლად. ნათქვამია ყველაფერი. აი მოდით ახლა ჩვენი გიორგი დავამატებთ უშეძებელად, თქვენს კითხვაში იყო და აი ვერ ვუპასუხე. ეხლა ის შეიძლება და ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები. შესაძლებელია ჩვენ იმ ადამიანებსაც, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას, იმ ადამიანებს, რომელიც შეიძლება ვერ დგას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის უზარმაზარი პროტესტი. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა არის წინააღმდეგი იმის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოს. შეიძლება ჩვენ ამ ადამიანებთან არ გქონდა საკმარისი კომუნიკაცია. ის რომ ჩვენ საქართველოში დავამარცხოთ ავტორიტარული რეჟიმი და დავუბრუნდეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზას, რაც არის არსებითა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნების გზა, რაც არის უსაფრთხოების და კეთილდღეობის სივრცეში ჩვენი აღმოჩენა, აქ იყო ორი ფაქტორი ყოველთვის. ერთი საშინაო ფაქტორი, რომ ეს პროტესტი უნდა ყოფილიყო, უნდა გაგრძელებულიყო, უნდა ყოფილიყო უწყვეტი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის უნდა ძალიან ცხადად, კაფიოდ დაგვენახებინა, რომ ჩვენ ამას არ ვეგუებით, იმიტომ რომ არავინ ჩვენს ნაცვლად არ იბრძოლებს და მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, იყო საგარეო ფაქტორი. საქართველო არის ისეთი ტერიტორიული სიდიდის და ისეთი მოსახლეობის სიდიდის ქვეყანა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ეს რუსების შემოგდებული პროპაგანდისტული გზავნილია, ჩვენ არა ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ ვართ მცირე ტერიტორიის და მოსახლეობის, მცირე რაოდენობის ქვეყანა. ასეთ ქვეყნებს ყოველთვის საგარეო პოლიტიკაში აქვთ, მე ვეძახი ამას ფარტაზის არჩევანს და რაღაცას წერ კიდეც ამაზე ჩემს კოლეგასთან ერთად. ჩვენ უბრალოდ ეგზისტენციალური არჩევანი გვაქვს მართლა დასავლეთი. სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. სხვა ყველა არჩევანი ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების გაუქმებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდის წამოვიდოდა გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. მე სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ ეს იქნებოდა ასე
სწრაფად. მე მოლოდინები მქონდა რომ ეს იქნებოდა ცოტა უფრო გვიან, ველოდებოდი რომ ეს იქნებოდა გაზაფხულზე, გაზაფხული მხოლოდ ახლა დაიწყო, ჯერ მხოლოდ მარტში ვართ. ერთი რაღაცა მოხდა კიდევ ჩვენ სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი, არ ვიცი შეიძლება ორიც აზერბაიჯანის და სომხეთის შეთანხმება, ამაზე ბატონი დავითი დეტალურად ისაუბრებს, მაგრამ მე მგონია რომ ესე შეიძლება იყო გარკვეული ბიძგის მიმცემი და მეორე რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო გუშინან გუშინ წინ პოლონეთის და თურქეთის ლიდერების შეხვედრა, დიახ, და იქ გაჟღერებული გზავნილები, მე მგონი ამანაც შეიძლება რაღაცა პროცესები დააჩქარა. ჩვენ ამ გზავნილს ველოდით, შეიძლება ჩვენ ეს კარგად ვერ ავხსენით, ჩვენს წარმატებას აუცილებლად ჭირდება ჩვენი დაუღალავი და უწყვეტი ბრძოლა ქვეყნის შიგნით, მაგრამ ამავდროულად ამას ჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილები რეჟიმის მიმართ. მე როგორ გითხრათ, აი ფრთხილი ოპტიმიზმი თუნდა ვთქვა ალბათ ეს, მაგრამ არა, მე ცოტა ფრთხილზე მეტი ოპტიმიზმი მაქვს, ის რაც დღეს ვნახე და მე იმედი მაქვს რომ ამას შესაბამისი გაგრძელებაც მოყვება, ეს იყო გზავნილი, რომელიც უკვე მიიღო ივანიშვილმა პირადად და უკვე მიიღო ქართულმა ოცნებამ.